კიდევ რამდენი ხანი უნდა იჯდე დივანზე? და შენ რას გვთავაზობ? შეგვიძლია სასეირნოდ წავიდეთ. საათ საერთოდ შეხედე? გარეთ ღამეა და გარეთ წვიმამ დაიწყო. მოდით საერთოდ თამაშები ვითამაშოთ. თამაშები? რა თამაშებზე ლაპარაკობთ? აი მაგალითად დამალობანა. ეგ ბავშვური თამაშია. მე იდეა მომწონს. დიდი ხანია დამალობანა არ მითამაშია. კი, მოდით ვითამაშოთ. არჩი ითამაშებ? შესაძლოა და ვინ მოძებნის? ახლა გადავწყვეტ. წამომყევით. ამ ქაღალდებზე ერთ-ერთზე პრიუსი წერია. ვისაც პრიუსი ამოუვა, ის მოძებნის. მე და ამელიას სარიელი გვაქვს. მეც არაფერი მაქვს. აი პლუსიც. ესე იგი შენ ეძებ არჩი, თვალები დახუჭე და 20-მდე დაითვალე. ოღონდ არ გამოიხედო. კარგი, წადით უკვე დაიმალეთ. 1 2 3 4 5 18 19 20 ვიხილები და მოვდივარ. ვინ გამორთო შუქი? საერთოდ არაფერი ჩანს. ასე ჯობია. ახლა უნდა გავარკვიო რა მოხდა. როგორც ჩანს მთელ სახლში არაა შუქი. თან გოგოებიც უკვე დაიმალნენ. გოგოებო, ლეონა, მილა, ამელია, გამოდით. სახლში შუქი არაა. როგორც ჩანს ჩემი არ ჯერათ. ეს ნიშნავს რომ დროულად უნდა ვიპოვო და შემდეგ გადავწყვიტოთ რა ვქნათ. აქ როგორც ჩანს არავინაა. გავაგზავნოთ ძებნა. კარი, ადრე არასოს მიმიქცევია ყურადღება. ახლა უნდა გავარკვიო შიგნით რა არის. იქნებ ვინმე იმალებოდეს. აი, ესეც მილა. აი გიპოვე. ჰეი, რა გჭირს? არჩი, რა გაყვირებს? რა უცნაურია? მილა, თავზე ახლახან გველები ყავდა. რა? არჩი, ხომ კარგად ხარ? კარგი, კი, როგორც ჩანს მომეჩვენა. კარგი. და შუქს რა დაემართა? წარმოდგენა არ მაქვს, თელ სახლში არაა. გააგზავნე ლეონას და ამელიას ძებნა. მე მანამდე მისაღებში დავჯდები. მერე კი გადავწყვიტოთ რა ვქნათ. კარგი. ხო, მეგობრებო, მილად მართლაც შემაშინა. ლეონას და ამელიას პოვნა დარჩა. გზნობ რომ ისინი მეორე სართულზე იმალებიან. წამომყევით. რომელი კარებით დავიწყო? საძინებლით დავიწყებ. აქ არავინაა. ახლა საფირფარეშოს შევამოწმებ. არჩი, კარგად ხარ? შენ ახლახან რაღაცნაირი თვალები გქონდა. როგორი? კარგი, ისევ მომეჩვენა. და ამდენი ხანი რატომ დაგჭირდა ჩემი პოვნა? და საერთოდ რატომ ბნელა სახლში ასე ძალიან? მერე მივხედავ, შენ მანამდე მილასთან ერთად დამელოდე მისაღებში. მხოლოდ ლეონაღა დაგვრჩა საპოვნელი. კარგი. აქ არაფერია, ბოლო ოთახის შემოწმება გადამრჩა. ალბათ იქ იმალება ლეონა. უცნაურია, აქ არაა ლეონა. სად დაიმალებოდა? მის ადგილას რომ ვიყო, სად დავიმალებოდი? ალბათ კარადაში. ამ ოთახში თან კარადაა. როგორი სულელი ვარ? როგორ ამ მომაფიქრდა პირდაპირ ამის შემოწმება? საშინელებაა. დაინახეთ მეგობრებო, იქ ლეონა საერთოდ არ გავდა თავის თავს. საერთოდ რა ხდება? მე შეულებრივი მე ვარ. გააღე უკვე კარი. სათხარ ამდენი ხანი? კინაღავ ჩამეძინა ამ კარადაში. მაპატიე, მარტივი გგონია სიბნელეში ძებნა? სად წავიდა სინათლე? მე ვიფიქრობ სპეციალურად გამორთე. მე არა, თავისით გამოირთო. უცნაურია. კარგი, მერე გავარკვიოთ. მილა და ამელია იპოვე? კი, მისაღებ ოთახში არიან. როგორ ხართ გოგოებო? ნორმალურად. რა ხდება საერთოდ? რატომ არაა შუქი სახლში? ჩვენ არ ვიცით. ჯერ მეზობლებთან უნდა შევამოწმოთ. იქნებ თელ ქუჩას არა აქვს შუქი. შენ რა მოწმოთ? წავალ, ნახავ. კარგი. ჩვენ მანამდე ფანჯრებს მოვძებნით. აბა, როგორ მიდის საქმე? ორი ფანარი ვიპოვე. ყოჩახ მილა. შევამოწმე და მხოლოდ ჩვენთან არაა შუქი. დარწმუნებული ხარ? კი, ყველა ქუჩა განათებულია. როგორც ჩანს რაღაცაა გაფუჭებული. სპეციალურ სამსახურში უნდა დავრეკოთ, რომელიც ელექტროებაზე აგებს პასუხს. ზუსტად, მომეცი შენი ტელეფონი არჩი. ალო, გამარჯობა. ჩვენ სახლში უკვე 3 საათია რაც შუქი აღარაა. დაგვეხმარეთ. რა? და რამდენი ხანი არ იქნება? გასაგებია.
ძალიან ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის. 24 საათში დაბრუნდება ჩვენთან შუქი. რამდენში? ისინი რა? ხუბრობენ? არ ამგონია. რაღაცა კაფუჩი და უტაკაკეთებას დრო მოუნდებაო. მე მათ ასე მითხრეს. გასაგებია, იმედია მანამდე ბატარეები არ დაგვიძდება და გადავრჩებით. დიდი ამბავი, ახლა 24 საათი შუქის გარეშე თუ ვიქნებით. ადრე საერთოდ ხალხი გამოქვაბულში ცხოვრობდა. შენ საერთოდ დინოზავრების გაიხსენე. აჰა, ფანარი. კარგი, არ იჭხუბოთ მეგობრებო. ჯობს მოდით, ჩაი დავლიოთ. შესანიშნავი იდეაა. როგორც ჩანს, ჩაის დალევა გადაიდება. რატო? იმიტომ რომ მამადუღებელი ელექტროა და შუქის გარეშე არ მუშაობს. მოდით, მაცივაში შევიხედოთ. იქ რკოლა იყოს? აი ეს გვაქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვიცით ეს რა არის. ესე კი ეს სმუზია ბაზილიკთან ერთად. არა, მადლობა. მირჩევნია მშიერი დავჭე. არჩის ვეთანხმები. მე ამას აბდავლევ. როგორც გინდათ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ აქ 24 საათი უნდა ვიყოთ. თქვენს ადგილას ასეთი პრეტენზიული არ ვიქნებოდი. გამოდის, რომ ვერც ამადუღებლით და ვერც მიკორტაღური ღუმელით ვერ ვისაგებლებთ. ასაკეთებლად რაიმე მარტივი სმაზე უნდა მოგვიწევს. რაღაც აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ. ბუტერბროდი ვის უნდა? ჩვენ. ხოდა ძალიან კარგი. როგორი გემრიელია. და თკბილი რა გვაქვს? უძრაში შევიხედოთ. წესით შოკოლადი უნდა იყოს. ჰეი, აქ არაფერია. როგორ თუ არაფერია? აბა ახლა ვერ აღიარეთ, რომ იმას შეჭამეთ ეს? ლეონა, გეყოფა, მე არ ყოფილვარ. მილა, კი, მე ვიყავი. მე უბრალოდ თკბილი მომინდა. და სად წაიღე ეს ყველაფერი? ოთახში შევიტანე, მაგრამ მოსატანად ახლა ვერ წავალ. არც ფიქრობ. კარგი, არჩი, იქნებ შენ მოიტანო? კარგი, პირდაპირ მე რატო? იმიტომ რომ შენ ბიჭი ხარ. რას ნიშნავს იმას, რომ არაფერს არ გეშინია? კარგი, ეგრე იყოს. ის ბალიშის ქვეშდევს. აი ჩვენი თქმიდეულობას. ეს რა ხმა იყო? გონი არჩის ყვირილი იყო. იქ, რაღაც არის. სწრაფად წავამყევით. ვიღაცამ რეულები დაყარა. ისე, მე ვიცი, ვინც დაყარა. კატამ? აბა სხვავი, მუშია ისეთი პასაწინა, რომ დიდი არჩიც კი შეაშინა. არ შეუშინები ვარ. უბრალოდ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ჰო. კარგი რა. არ იჭხუბოთ, მეგობრებო. გეთახმები, უშუქობის დროს ერთად უნდა ვიყოთ. რამე მოვიფიქროთ. კარგი, ახლა უნდა გადავწყვიტოთ, შემდეგ რას ვიზამთ. მოდი ფილმს უყუროთ. შესანიშნავი იდეაა. წავედით. კარგი. აბა, გადავწყვიტოთ რა ფილმს უყურებთ? ჩემი ხმა საშინელებათა ფილმს აქვს. წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება შუქის გარეშე ყურება. არა, და პირდაპირ საშინელებათა ფილმი რატო? ინტერნეტში მილიონობით ფილმია, მაგალითად კომედიები. გასაგებია, რაშიცაა საქმე. მივხვდი. თქვენ ჩაისვარეთ. რა? ეგ რატომ მიფიქრე? ჩვენ გვიყვარს საშინელებათა ფილმები, მაგრამ ახლა უბრალოდ რამის ყურება გვინდა. კარგი, მშიშრებო. ჩვენ მშიშრები არ ვარ, მაშინ დაამტკიცეთ. კარგი, იყოს საშინელებათა ფილმი. მიდი, ჩართე. იეს! მადლობა მეგობრებო, პირდებით რომ მოგეწონებათ. აი? კარგი, ჩიფსებს მოვიტან. სად წავიღე ჩიფსები? ხო, ისინი ჩანთაშია. ბუშტი, ვიცი ამით როგორ შევაშინებ ბავშვებს. პირდაპირ მათ ზუგს უკან გავხეთქავ. მათ ძალიან შეეშინდებათ. როგორ ფიქრობთ, გამომივა პრანკი? თუ კი, მაშინ დაალაიქეთ ვიდეო. ეს რა იყო? ლეონა, არა, სასაცილო. მაპატიეთ, მაგრამ ეს ძალიან სასაცილოა. ნეტავ თქვენი სახეები გენახა. არ გეყო საშინელებათა ფილმისთვის რომ გაყურებინე? დამატებით ჩვენი გაპრეკვა გადაწყვიტე? საკმარისია. ჩვენთვისაც. აბა, კარგად იყავი. ჰეი, თქვენ რა, გეწყინათ? მეგობრებო, იქნებ წყუდად დავტოვეთ ლეონა მარტო? შეიძლება მარტო ყოფნის ეშინია. რა სიტყვით? ხო, მაგრამ და ჩვენ არ შეგვეშინდა ბუშტი რომ გახეთქა? ზუსტად, იზრდეს ახლა და იფიქროს მის საქციელზე. და ჩვენ რა ვქნათ? არ ვიცი, უნდა გავიხსენოთ ბავშვობაში რას ვაკეთებდეთ, როდესაც მოგწინებოდა ხოლმე. ნიანგს თამაშობდით. ზუსტად, მოდი ვითამაშოთ. გთხოვთ. კარგი, ამელია, შენ პირველი გვაჩვენებ. კარგი. აბა დამაკვირდით. ეს ბაჭია. რა მალე გამოიცანი? მე საერთოდ თიკრის კი ვერ მოვასწარი. არჩი, გამოდი და გვანახე. დათვი, სპილო. მილამ გამოიცნო. Yes. ხო, მარტო ყოფნა უშუქობის დროს სულას არა, სახალისო. პლანშეტიც კი დაჯდა. საინტერესოა, ახლა რა შვებიან ბავშვები? წამოდით, ვნახოთ. ნიანგი, მაიმუნი, ისინი რა, ცხოველებს სწავლობენ? კარგი, დროა წავიდე სანამ დაინახეს როგორ უთვალთვალებ. ბეჰემოთი, ვერ გამოიცანი.
ლეონა, მას რამე ხომ არ დაემართა? კარგით რა, დარწმუნებული ვარ ისევ ჩვენი გაპრენკვა მოდი, უნდა. ჯობს შევამოწმოთ. ხო, წავიდეთ. ლეონა, გესვის ჩვენი? აქ ვარ. მოიცა. ლეონა, რა დაგემართა? არ ვიცი, კიბესთან მივედი. ჩამოსვლა მინდოდა და უკნიდან თითქოს ვიღაცამ ხელი გრა. და მე სტავგორდი. რა საშინელებაა? კიდევ კარგი რამე არ მოიტეხე. ჯერ არ ვიცით ეგ. აქ კი ვარ? კი. როგორცაც ხერი დაგიშავდა. არჩი, მინტები მოიტანე. კარგი, და სად არის? ისინი ოთახში უნდა იყოს, კარგად მოძებნე. დასაგებია, მალე მოვალ. აბა მოძებნოთ. აი ისიც. ვაიმე! აი შემოგახვევ ახლა პინც ხელზე და ყველაფერი. გოგოებო, ვერც კი წარმოიდგენთ პინტების ნაცვლად რა იყო იქ. რა? რუსულელო. იქ ვიღაცის მოჭრილი ხელია. არჩი, შენი თავის გესმის საერთოდ? რა ვიღაცის მოჭრილ ხანზე ლაპარაკო? არ გჯერათ? წამოდით. ახლა ყველაფერს ამიჯერებთ. აი შეხედეთ. არჩი, თუ გინდა რომ ჩვენ შეგვაშინო, იცოდე საერთოდ არ გვეცინება. და შეუპერებელი დროა ამისთვის. არა, არ ხუმრობ. ერთი წუთის წინ აქ ვიღაცის ხელი იყო. მოძრაობდა და ხმას გამოსცემდა. ჰო, ლეონა, არ მიაქციო ყურადღება. ასე უნდა არჩის სამაგერო გადაგიხადოს. შენ მანამდე დივაზე დაჯექი და მე პინს გადაგიხვევ. ჰეი, საერთოდ ვინმე ესმის ჩემი? და შენ მერე დაგელაპარაკებით. ახლა ლეონა უნდა გადავარჩინოთ. ჰეი, არაფერი ჩანს. როგორც ჩანს ბატარეა დაუჯდა. მეგობრებო, მომეცით ვინმე ფანარი. აი. კარგი, ესეც სადაა ლეონა. ოღონდაც ეს არა, ბატარეები ჯდება. ჩვენ სულ მალე შუქის გარეშე დავრჩებით. რა უნდა ვქნათ? ახალი ბატარეები უნდა მოვძებნოთ. და სულ დათულ სახლში არ იქნება? მე ახლა გამახსენდა რომ სატლი ფარაშოში რომ ვიმალებოდი, წლიანი ბატარეების შეფრა დავინახე. ძალიან კარგი. არჩი, წახვალ. კიდევ მე რატო? იმიტომ რომ შენ ფანარი გაქვს. მიდი მალე. მალე წადი. თორემ ეს ბატარეების დაждდება. კარგი. არჩი, კარგად ხარ? საშინელებაა, საპირფარეშოში ვიღაც არ არის. შეიძლება იქ რომ იყოს? არ ვიცი ვინ, მაგრამ ეს ვიღაც უცნაურ ხმებს გამოსცემს. დამიჯერეთ. წამოდით, შევამოწმოთ. კი, ახლა თქვენ თვითონვე გაიგებთ. აი თუ მე ვინ გამოსცემდა აქ ხმებს? აი ესეც ჩვენი მონსტრი, რომელმაც არჩი შეაშინა. ჯონი? კარგი. და აქ რასაკეთებს? ალბათ მამას უნდოდა მისი დაბანა. დასაგებია, მონსტრების თემაზე გავალკვიეთ, მაგრამ ბატარეები ვერ მოვზებნეთ. ამელკა, დარწმუნებული ხარ რომ აქ დაინახე? ოი, ხო, ისინი სამზარეულოში დავინახე. და არა საფიფარაშოში. სამზარეულოში? ხო, რომელიღაც უჯრაში. ძალიან კარგი, წავიდეთ და ნახოთ. ო, მეგობრებო, რაღაც კარგი აუზნოთ თავს. ცოტა თავბრუ მეხვევა. შუდად ვარ. დაცემის მერე იცის, დასვენება გჭირდება. შენ ახლა უნდა წამოწვე. თქვენ მამდე წადით და ბატარეები მოძებნეთ. არა, რას ამბობ? აქ მარტო არ დაგტოვებ. ერთად დავრჩებით. არჩი, შეძლებ მარტო წასვლას? კარგი, სხვა გზა ისედაც არ არის. მეგობრებო, შეხედეთ, იქ რაღაც შუქია. იქნებ ვინმეს ტელეფონია? წამოდით, ნახოთ. ლეონა, აბა, უკეთ ხარ? ახლა კარგად ვარ. ხელის თითქმის აღამტკივა. იქ სამზარეულოში ვიღაც არის. კიდევ ვის შეიძლება იყოს იქ? არ ვიცი, ვიღაც კაპიშონში და სანთლებშიც იყო. არჩი, ალბათ მოგეჩვენა. გიჟი არ ვარ. წამოდით ქვემოთ, ნახოთ. აი, ხედავთ რაზეც გეუბნებოდი? არჩი, რაზე ლაპარაკო? ვერ ხედავთ? კაპიშონიანი კაცი. სად? ვერაფერს ვერ ხედავ. აი, ზუსტად თქვენს წინ. არჩი, აქ არავინ არ არის. ახლავე დაგიმტკიცებთ. არ შემეხობთ, ხო? არჩი, ისეთი სასაცილო ხარ. რა ხდება? ეს ჩვენი სამაგეროა შენს მიმართ. ესე იგი ეს ყველაფერი თქვენ მოაწყვეთ. ჩვენ უბრალოდ ანგარიშის გათანაბრება გვინდოდა. და ეს ვინ არის? რუსლან? აბა, როგორ მოგეწონა ჩვენი პრანკი? არა, სასაცილო. როგორც ჩანს, მას ჩვენ ვაწყენინეთ. ო, გადაულის. მეგობრებო, თქვენ მოგეწონათ ჩვენი პრანკი? თუ კი, დავოიწერეთ ჩვენი არხი. ნახვამდის ყველას!